პირველ რიგში ინფორმაციის გაცვლა, სიახლეების გაზიარება, ურთიერთობის დამყარება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა. მათ შორის ამ კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძირითადი ორი თემა, რის ფარგლებშიც იქნება პრეზენტაციები, რომელიც ერთ-ერთი არის გაციფრულების მიმართულებით, ესე ვთქვათ, მიძღვნილი თემები, როგორც ონლაინ ვაჭრობა, ასევე პროგრამული უზრუნველყოფების ხელშეწყობა და გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა საოპერაციო მიმართულება, რაც ხელს უწყობს ეფექტურობის გაზრდას პროცესებში, როგორც შესყიდვებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სფეროსთვის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის ჩვენი კონფერენციის ფარგლებში იმართება ხოლმე საგამოფენო სივრცეც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, მათი სერვისები და პროდუქტები, ეს ერთის მხრივ, ესე ვთქვათ, ხელშეწყობა სხვადასხვა ბიზნესისთვის და ასევე დადებითი და ესე სასარგებლო შესაძლებლობა ჩვენი სტუმრებისთვის, რომ დაამყარონ ახალი კავშირები ახალ ბიზნესებთან. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად შესყიდვების სფერო და შესყიდვების მიმართულება ორგანიზაციებისთვის? არის თორე ეს ის საკვანძო, ასე ვთქვათ, სფერო და განყოფილება, რაც ნებისმიერი სფეროს და ნებისმიერი მიმართულებით მოღვაწე და მომუშავე კომპანიისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ, არამედ რეალურად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის მიმართულებაა, ასე ვთქვათ, ჭყალებში ხარჯველი მიმართულება, რომლის უკონტროლობაც ძალიან მტკივნეული და ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბიზნესისთვის. ანუ ის თუ როგორ ხდება შესყიდვა, რისი შესყიდვა და რა დრო და პროცესი არსებობს იმ შესყიდვისთვის, შესაბამისად ახდენს გავლენას ბიზნესის საერთო მაჩვენებლებზე და მის ეფექტურობაზე, რა თქმა უნდა. რას მოიცავს შესყიდვების სფერო? უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რა ტიპის საქმიანობასთან არის ეს დაკავშირებული, რა არის შემსყიდველის მთავარი ფუნქცია მოვალეობები ორგანიზაციაში? დიახ, ალბათ ბევრს ერევა ის მომენტი, რომ შესყიდვას რა სჭირდება, მარტივია, როგორც პირადი, ესე ვთქვათ, საჭიროებების შესყიდვების დროს, როდესაც თვით პირადი გამოცდილება აქვს ადამიანს, ბიზნესის ჭრილში შესყიდვა არის უფრო კომპლექსური პროცესი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გათვალისწინება გვჭირდება, როგორც მათ შორის რისკების მართვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი პროცესები. რას მოიცავს? რა თქმა უნდა, შესყიდვების პროცესები არ არის რაღაცა ვიწრო მიმართულება და ერგება სამ ძირითად, ასე ვთქვათ, ბიზნეს საჭიროებას, ეს არის, როდესაც გვჭირდება შიდა ბიზნესის მდგრადობისთვის შიდა შესყიდვები, იმისათვის რომ მოეწყოს, მაგალითად, ელემენტარულად ოფისი, დავუშვათ საჭირო ნივთები მომარაგდეს. მეორე მიმართულება არის ეს თუ არის შესყიდვა, სარეალიზაციო პროდუქტის შესყიდვა, ანუ თუ ეს არის საცალო ან საბითუმო ვაჭრობა და ასევე წარმოებისთვის ნედლეულის შესყიდვები და ამ ნედლეულის მომარაგების პროცესები, უწყვეტობის განსაზღვრა და საკმარისი, რა თქმა უნდა, მარაგის ქონა, მივიღოთ რომ საწარმო პროცესი არ იყოს შეფერხებული. რამდენად დიდი გავლენა იქონია ციფრულმა ტექნოლოგიებმა შესყიდვების სფეროზე? გაამარტივა თუ არა ეს პროცესი ორგანიზაციებისთვის და როგორც ჩემთვის ცნობილია კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს მიმართულებაც იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიები და შესყიდვების სფერო, როგორია ურთიერთკავშირი? დიახ, რა თქმა უნდა, გაამარტივა და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მხოლოდ შესყიდვების, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის და ასევე გაამარტივა ის, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს მომწოდებელი მხარე შემსყიდველთან, ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთობის, ესე ვთქვათ, დაჩქარება მოხდა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ასევე ხელმისაწვდომობა გახდა ძალიან დიდი, როგორც არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო დონეზე, როგორც საერთაშორისო ვაჭრობა დაუშვათ ჩინეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან და ასე შემდეგ. პროცესი გამარტივდა. რა თქმა უნდა, დიახ. ხომ არ გამოიწვია ამან კადრების ჩანაცვლება? არა, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, თუმცა არის ამის საშიშროება და იყო ყოველთვის, როდესაც განსაკუთრებით თავიდან გაჩნდა ხელოვნური ინტელექტი. ამაზე ბევრ სფეროში ამსჯელობა, მაგრამ ამჟამად ჩვენი პროგნოზებით და საერთოდ სფეროს პროგნოზის საფუძველზე შემიძლია თამამად თქვა, რომ პროფესია ვითარდება კვლავ, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მართვა უნდა ვისწავლოთ სწორად, რაც შეუწყობს ხელს ბიზნესის ეფექტურობას და საერთოდ საქმიანობის, ასე ვთქვათ, წარმართვის ხარისხს
გაზრდის, თუმცა ის ადამიანები ალბათ ერთეული ადამიანები, ვინც ვერ მოერგება ცვლილებებს და ან არის სურვებს, რა თქმა უნდა, ვერ მოერგება უკვე ახალ თქვათ საჭიროებებს ბიზნესებში. ზოგადად რამდენად დეფიციტურია კადრები გულისხმობ შემსყიდველის პოზიციაზე მომუშავე ორგანიზაციები, რამდენად მარტივად პოულობენ ასეთ ადამიანებს და სად ისწავლება რა პროფესიის ადამიანები არიან ძირითადად დასაქმებული ამ მიმართულებით? ვერ ვიტყვი რომ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების პრობლემაა დღესდღეობით სასურველი კადრის მოძიება, რა თქმა უნდა, ახლა აქ არის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, როგორც წყვეტა რეალურ საჭიროებებსა და აკადემიურ სწავლებასთან და ამ მიმართულებით მეც უშუალოდ ვარ ჩართული ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ცალკე პროფესიად, როგორც ასეთი შესყიდვები არ ისწავლება, ეს არის ბიზნესის ფაკულტეტების, ძირითადად ბიზნეს ფაკულტეტების ერთ-ერთი მიმართულება, რადგან შესყიდვები ცალკე რომ განვიხილოთ, ეს არ არის რაღაცა ისეთი ცალკე მდგომი რგოლი, რომელიც იარსებებს ცალკე ბიზნესის გარეშე. ანუ ეს არის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ანუ როგორც სარგებელს, ასევე უარყოფით შედეგსაც შეიძლება იძლეოდეს, თუ სწორად არ მართეთ. ამიტომ ამ სფეროს, ასე ვთქვათ, განვითარებით ვცდილობთ მნიშვნელობა შევმატოთ, რომ სტუდენტებსაც მათ შორის ქონდეთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს იყო შემსყიდველი, ან საერთოდ ამ სფეროში რა კეთდება და როგორ კეთდება, რადგან ჩვენი მიზანი არ არის ყველა შემსყიდველი გავხადოთ, ჩვენი მიზანი არის, რომ ის ადამიანები, ვინც ბიზნესის მმართველები გახდებიან, ან მენეჯერები იქნებიან, სხვადასხვა მიმართულების წარმოდგენა გქონდეთ და ესმოდეთ, რას ნიშნავს შესყიდვების რგოლი და რა საჭიროებები აქვს ამ მიმართულებას. მინდა ისე ბოლოს დავუბრუნდეთ კონფერენციას, ვისთვის იქნება ეს კონფერენცია საინტერესო, ვინ უნდა დაესწროს და რას გაიგებენ ეს ადამიანები ახალს? ამათთვის მნიშვნელოვანს. ცხადია შემსყიდველები და ყველა დაკავშირებული სფერო, როგორც ლოგისტიკა, საოპერაციო მიმართულებები, თუმცა არ შემოვიფარგლებით, რადგან ჩვენ განსხვავებული მიმართულებები გვაქვს მოცული, მათ შორის ბიზნესის დამფუძნებლები, ფინანსური მიმართულების წარმომადგენლები, ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ციფრული მიმართულების ნაწილში თანამშრომლები, ვინც არიან ჩართულები ბიზნეს განვითარების ნაწილში. საინტერესო იქნება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ და ძალიან დავავიწროვოთ ჩვენი პრეზენტაციები მხოლოდ შემსყიდველისთვის, ვიაზრებთ იმას, რომ ეს არის ბიზნესისთვის საჭირო რგოლი და ვცდილობთ რომ ყველა ჩართული მხარე იაზრებდეს და ესმოდეს. ანუ არ ვსაუბრობთ ზედმეტად, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიით და ისეთი სიტყვებით, რომ გაუგებარი იყოს სხვა მიმართულებების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, მათ შორის პროცესებთან დაკავშირებული თემები, რაც გვაქვს, თუნდაც ოპტიმიზაცია, ხარჯების დაზოგვა, ესეც არა მარტო შემსყიდველის, არამედ ბიზნეს ფლობელის, მენეჯერის, განვითარების თანამშრომლების წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, საკვანძო საკითხებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ან აინტერესებს ეს მიმართულებები, ყველასთვის საინტერესო იქნება.